თუ ფიქრობ, რომ დესერტი და ჯანსაღი კვება ერთად შეუთავსებელია, ეს რეცეპტი აზრს შეგაცვლევინებს. ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო დესერტი მოგიტანეთ რაღაც ბაუნტსა და ჩიტის რძეს შორის. ყველაფერი კვერცხის ათქვებით იწყება, ვუმატებთ მწიგვლ ლიმონჟავას და ვთქვევთ მყარ სტრუქტურამდე. ამის შემდეგ ვუმატებთ შაქარს. თუმცა გასათვალისწინებელი ერთი პატარა ნიუანსია. მეტისი ჯანსაღისთვის შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ სტევია. დავალბოთ ჟელატინი, მომზადოთ კაკაო, ათქვეფილ ცილას დავუმატოთ ქოქოსის ფანტელი და ფრთხილად გადავურიოთ. სულ ბოლოს ვუმატებთ ეტაპობრივად ჟელატინს და გადაგვაქვს ცხიმწასმულ ფორმაში. კაკაოსაც ვუმატებთ ასევე ჟელატინს და მოვასხათ თავზე ბეზეს. ახლა ჩვენი ნამცხვარი გავუშვათ მაცივარში და დაველოდოთ სრულ მომზადებას. სასურველია მთელი ღამით დავტოვოთ და დილით უგემრიელესი ნამცხვარი მზად დაგხვდება. დამერწმუნეთ, რომ საოცრად გემრიელი გამოდის, ხოლო როგორც უკვე გითხარით, სტევიათი თუ ჩაანაცვლებთ შაქარს, შეგიძლიათ ულიმიტოდ მიირთვათ. ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. და ეს დესერტი განსაკუთრებით მოეწონება თქვენს პატარებს, ვისაც კვერცხი არ უყვარს.